მრავალი ბლოგერი ნიბირუს NASA-ს უკავშირებს. ასეთი ბრალდებების გამო კოსმოსურმა სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2012 წელს დედამიწას არანაირი პლანეტა არ შეეჯახებოდა. რამდენიმე წლის წინ მაიას უძველეს კალენდარზე დაყრდნობით ვსედებოდა მრავალი ჭორი, რომ თითქოს 2012 წელს მსოფლიოს აღსასრული დადგებოდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნიბირუ სახელდებოდა. სავარაუდო პლანეტა, რომელიც ზოგიერთის აზრით 2012 წლის ბოლოს დედამიწას უნდა შეჯახებოდა. თუმცა ამხელა ისტერიკის მიუხედავად, რომელსაც მაღალ ბიუჯეტიანი მხატვრული ფილმიც კი მიუძღვნეს, არ არსებობს ამ პლანეტის სამეცნიერო მტკიცებულება და რა თქმა უნდა 2012 წელს ჩვენი მშობლიური პლანეტაც გადარჩა. თუმცა ამ ჰიპოთეტური თუ რეალური პლანეტის მიმართ ინტერესი კი არ გაქრა, არამედ გაძლიერდა. ზოგიერთი კიდევ ერთ ჰიპოთეტურ მეცხრე პლანეტასაც ახსენებდა, რომელიც შესაძლოა მართლაც არსებობდეს მზის სისტემის გარემის ადგომებში. ნიბირუს თანამედროვე ამბავი რომ გავიგოთ, უნდა დავიწყოთ სუნთავიდან. საწყისი კი დედამიწის უძველეს და მაღალ განვითარებულ შუმერების ცივილიზაციას უკავშირდება. სწორედ მათ წყაროებშია ეს მითიური პლანეტა ნახსენები პირველად. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებასა და წყობაზე. მათ ნახატებზე, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის სექციაში ინახება, მზის სისტემაა ასახული. ცენტრში მზე და გარშემო ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა. თუმცა მზის სისტემის შუმერულ ნახატებში ერთი უცნაურობაა. შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის მოთავსებული აქვთ დიდი ზომის უცნობი პლანეტა. შუმერული სისტემით მე-12 პლანეტა. ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ნიბირუს ეძახდნენ, რაც გადამკვეთ პლანეტას ნიშნავს. ამ პლანეტის ორბიტა მოგრძო ელიფსურია. ის ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთს მზის სისტემას. ნიბირუს მორიგი სტუმრობა შუმერების ასტრონომიულ გამოთვლებზე დაყრდნობით 2148 წლებშია მოსალოდნელი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.